25 თებერვალი არის ის დღე, რომელსაც აღნიშნავთ ყველანი ერთად. არ არსებობს, ეს ჩემი ღრმა წმენა არის, არ არსებობს ქართველი, გულით ქართველი და სულით ქართველი, რომელიც არ გამიცდის ამ დღეს და არ აღიქვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანი დღე არის ეს ჩვენ ისტორიაში. როცა საქართველო დაიპყრო რუსეთმა. ეს არის ის დღე, რომელზედაც ყველა ახალგაზრდა, ყველა მოწაფე სტუდენტი უნდა დღეს ფიქრობდეს და ანალიზს აკეთებდეს იმისთვის, რომ ასეთი დღე ჩვენ ქვეყანაში არასოდეს არ დაბრუნდეს. ეს არის ასევე ის დღე, რომელიც არის ამსახველი იმისი თუ რა არის რუსეთი, რას წარმოადგენს რუსეთი. ზოგჯერ ეშლებათ და გონიათ, რომ ეს საბჭოთა რუსეთი იყო მხოლოდ. არა, ჯერ არ იყო საბჭოთა რუსეთი, ეს იყო რუსეთი, მისი წითელი არმია, რომელიც შემოიჭრა საქართველოში და დაიპყრო საქართველო. და აქ ამ ადგილას დახოცა ჩვენი იუნკრები. აქ უფრო სიმბოლური არის, მაგრამ 25 თებერვალი არის მთლიანად არის თბილისის აღების დღე და ის დღე, როცა თავდება საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც დღეს არსებობს კიდევ, მაგრამ არსებობს იმდენად, რამდენადაც ჩვენ შევიგნებთ, თუ ვინ არის ამ ქვეყნის მტერი, ვინ არის ამ ქვეყნის მხარდამჭერი და როგორ უნდა ჩვენ გავაგრძელოთ ცხოვრება, რომ ჩვენ საერთაშორისო არენაზე საქართველო არსებობდეს, არა მხოლოდ იურიდიულად როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ იყოს სხვებისგან ასევე აღიარებული, ჩვენი ადგილი გქონდეს ამ რეგიონში და მსოფლიოში და ჩვენი ადგილი გქონდეს იმ თანამეგობრობაში, რომელიც იზიარებს ჩვენ ღირებულებებს, თავისუფლებას, სამართლიანობას. ეს არის ის, რაც ყველა ქართველს უნდა ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის მომავლისთვის და ამ დღეს აქ ამაზე უნდა ვფიქრობდეთ.